დილამშვიდობისა, დღეს 21 იანვარია, დილის 8 საათი და 30 წუთი. პირდაპირ ეთერშია გადაცემა ერთსულოვნების დილა. სოფიო კუჭავა და გეგინემ სიწვერიძე ვიქნებით თქვენთან ერთად. მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას. ყველას წარმატებულ და ნაყოფიერ დღეს გისურვებთ. ჩვენ კი შევეცდებით, რომ საინტერესო გადაცემა შევგთავაზოთ. თუმცა მანამდე სანამ გეტყოდეთ თუ ვინ იქნებიან ჩვენ გადაცემის სტუმრები და რაზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას, მანამდე ვნახოთ საეკლესიო კალენდარი. 21 იანვარს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მოწამე აბოთფილელს, ღირს გიორგი ქოზიბელს, ღირს ემელიანე აღსარებელს, ღირს დომნიკა იღუმენიას, წმინდა მღვდელმოწამე კარტერის, კესარიელ ხუთს, წმინდა მოწამე თეოფილე დიაკონს და ელადის, წმინდა მოწამეებს იულიანეს, კელსის, ანტონს, ანასტასის, ბასილისას, მარიონილას და სხვებს, ღირს გრიგოლ პეჩორელს, საკვირველთ მოქმედს, წმინდა მღვდელმოწამე ისიდორე ხუთს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ყველას გილოცავთ დღევანდელი წმინდანების ხსენების დღეს და რაც შეეხება გადაცემის ანონსს. ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი მოძღვარი იქნება, შემოგვერთდება სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი მღვდელი გიორგი ვაშალომიძე. მოძღვართან ერთად ვისაუბრებთ წმინდა აბოთფილელისა და წმინდანების ღვაწლის შედეგების შესახებ საქართველოში. სეზონური ვირუსები და იმუნიტეტი ეს აქტუალური თემაა და რას მივაქციოთ ყურადღება და როგორი ვირუსები ცირკულირებს ამ სეზონზე. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდება პედიატრი, ნუტრიციოლოგი ქალბატონი ნინო თოთაძე და რა თქმა უნდა მისგან რჩევებს მოვისმენთ. ასევე ვნახავთ სიუჟეტს გადაცემის დასავლით ნაწილში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა მოწამე აბოთფილელის ხსენებას აღნიშნავს. თბილისში წმინდანის სახელობის ტაძარი მეტეხის ხიდთან მდინარე მტკვრის ნაპირზე მდებარეობს. თუ როგორ გაჩნდა წმინდანის წამების ადგილას ტაძრის აშენების იდეა და როგორ განხორციელდა შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით, უფრო მეც ჩვენი სიუჟეტიდან გიამბობთ. დარჩით ჩვენთან ერთად, არ გადართოთ, ახლა ვნახოთ ამის პროგნოზი, შევტყოთ როგორი ამბია მოსალოდნელი დღეს თბილისსა და მთელ საქართველოში და შემდგომ უკვე მოძღვართან ერთად დაგიბრუნდებით.
ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. დაუბრუნდით ეთერში მოძღვართან ერთად შემოგვიერთდა სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი მღვდელი გიორგი ვაშალომიძე. დილომშვიდობისა მამა გიორგი. შვიდობა მოგცეთ ღმერთმა. ილოცავ ყველა განვლილ დღესასწაულს და დიდი მადლობა მობრძანებისთვის ჩვენთან. თქვენს ასევე და ასევე მინდა მიულოცო ვისარგებლო შემთხვევით და სრულიად საქართველოს მიულოცო განვლილი დღესასწაულები და განსაკუთრებით ყველაზე ბოლოს განვლილი ნათლისღების დიდებული დღესასწაული. დიდი მადლობა. გილოცავთ ასევე დღევანდელ დღეს წმინდა აბო თბილისის საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიაში. სწორედ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით გვინდა რომ ვისაუბროთ ამ თემაზე და შევახსენოთ მაყურებელს მერვე საუკუნის ერთ-ერთ გამორჩეულ და უდიდეს წმინდანზე ვსაუბრობთ წმინდა აბო თბილელზე. პირველ რიგში რომ შევახსენოთ მაყურებელს ვინ იყო აბო თბილელი და რატომ დაიწერა მისი ცხოვრება რომ განმარტოთ. დიახ, ასევე სარგებლობ შემთხვევით და გილოცავთ ამ უდიდესი წმინდანის ხსენების დღეს წმინდა აბო თბილელი იცით თქვენ რომ თბილისის და არა მარტო თბილისის ფარველად ითვლება ის წარმოშობით არაბი გახლდათ და საინტერესოა ზოგადად ყოველი ადამიანის და რა თქმა უნდა ყოველი წმინდანის მოღვაწეობის არეალი თქვათ სად მოღვაწეობდა, რატომ მოღვაწეობდა და იმ კონკრეტულ დროში ერთი მხრივ რა როლი შეიტანა თქვათ საქრისტიანოს და ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის ეკლესიის კეთილდღეობაში და რა თქმა უნდა ეს შედეგი დღესაც გრძელდება. იცით თქვენ რომ ეს არის მე-7 მერვე საუკუნე, როდესაც არა მარტო საქართველოში სრულიად სოფლიოში მძლავრობს არაბები, მათ დაიპყრეს ძალიან ბევრი ქვეყანა. შესაბამისად თქვენ იცით რომ ისლამი როგორც რელიგია სწორედ არაბულია, მუჰამედი არაბი გახლდათ და ამ დროს დაიწყო სწორედ ისლამის მძლავრება მთელ სოფლიოში და ძალიან ბევრი ქვეყანა გახდა სწორედ ამ დროს ისლამური რელიგიის მიმდევარი და თუ შეიძლება ითქვას ორ ეტაპად იყოფა არაბების შემოსვლა ქართლში. პირველი, რადგან ისინი შემოვიდნენ, რა თქმა უნდა, მათ დაიპყრეს ქართლი და ამირა მართავდა თბილისი დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოაყალიბეს და თუმცა მათ არ გააუქმეს სამეფო ხელისუფლება. ამ შემთხვევაში მეფე არც იყო, მეფე წინარე ეპოქაში გაუქმდა მეფობა საქართველოში და დადგინდა ერისმთავრობა და ერისმთავრობის ასე ვთქვათ ხელისუფლება არაბებმა შეუნარჩუნეს ქალაქს. უბრალოდ ქვეყანას ქართლის ერისმთავარი ასე იწოდებოდა არა ნერსე რომელიც სახელმწიფოს უკავშირდება სწორედ აბო თბილელის სახელი. სხვათაშორის უნდა ითქვას ის რომ არაბებს ქონდათ დამოკიდებულება მათი პირველი შემოსვლისას შესაბამის ხელშეკრულებაში დაისახა რომ ქრისტიანობას ძალით არ ატევებინებდნენ ადამიანებს, მაგრამ თუ კი დაუტევებდა ადამიანს ქრისტიანობას, მას გადასახადებებისგან ათავისუფლებდნენ და რა თქმა უნდა ყოველ მხრივ იყო მიმართული ღონისძიება იქეთკენ რომ რაც შეიძლება მერტი ისლამის მიმდევარი ყოფილიყო მათ მიერ დაპყრობილ ქვეყნებში და მათ შორის რა თქმა უნდა ჩვენს ქვეყანაშიც. და სწორედ ამას ამბობს ივანე საბანიძე, რომელიც იცით თქვენ რომ დამწერია ამ ავტორია ამ ჰაგიოგრაფიული ძეგლისა, რომ
ამ დროს ქართველები ძალიან ბევრი გარდაგულარდნენ, ანუ გადაიბირეს, ზოგი ძალით, ზოგი ნებით, ზოგი შეტყუილით და ამ დროსო ქართველები მას მოყავს ბიბლიისეული სახარებისეული სიტყვები ირწეოდნენ, ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთან. ერთგვარი მაცდური შეთავაზებები ჰქონდათ, ხო? როგორც ახსენე. და ფათაშორის ამ ჰაგიოგრაფიული ძეგლის დაწერის მიზეზიც სწორედ ქართველების გამტკიცება გახლავთ, ეს თანდართულია ამ ჰაგიოგრაფიული ძეგლის დასაწყისში, როდესაც მაშინდელი კათალიკოსი სამუელი წერილს მისწერს ივანე საბანიძეს და შემოჩენილია ამ წერილის, ვთქვათ, ორიგინალი, ანუ ერთი მხრივ რას წერს კათალიკოსი და მეორე მხრივ რას პასუხობს საბანიძე ავტორი, ის პირდაპირ საცხადარს კურთხევას, რომ მან დაწეროს აბოს ცხოვრება, რათა ამით მოხდეს ქართველების გამტკიცება, ანუ თუ კი არაბი, რომელიც ჯულით მუსლიმი იყო და მან გამომეძიებლობის შედეგად აღიარა ქრისტიანული ჭეშმარიტება, რაუდენ უფრო მეტი მოეთხოვება ქართველს, რომელიც როგორც თვითომზანებს ივანე საბანიძე 500 წელი იყო, მაშინ გასული 500 წელი იყო, რაც საქართველოში ქრისტიანობას უფევდა. და ასეც ხდება ძალიან საინტერესოა თავად ავტორის პასუხი ივანე საბანიძე, რომელიც ამბობს, რომ მე ჩემთვის ეს ძალიან დიდი ტვირთია, მაგრამ მეშინია ურჩებისა, ეს ლაიტმოტივი გაზდევს მის პასუხს და როგორც თავისთავად ჭიანჭველას, როგორც ჭიანჭველა ბევრად თავიზე დიდტვირთ შეუდგება და წაიღებს, მეც ესე ვეცდები თქვენი კურთხევით, რომ ეს გავაკეთო და რა თქმა უნდა წინვალეთ აკეთებს კიდეს. ანუ წერს ამ ძეგლს. ესეც უნდა ითქვას, რომ ეს ძეგლი მე-10 საუკუნის ხელნაწერით არის დღევანდელ დღემდე მოღწეული, კერძოდ პარხლის მრავალთავში იქ არაერთი ჰაგიოგრაფიული ძეგლია და ერთ-ერთი არის სწორედ ივანე აბოთფილელის წამება ივანე საბანიძისა. და მოკლედ რომ ვთქვათ, ამირა, როგორც გითხარით, ამირასა და ერისთავარშორის გარკვეული კონფლიქტი მოხდება, როგორც ჩანს, ეს ისტორიული წყაროებით ამას ადასტურებს, რომ ნერსე არ ემორჩილება ამირას ხელისუფლებას და მას დაიბარებს სახალიფოში, ხალიფა დაიბარებს და იქ დაატყვევებენ არაბეთში მას 3 წლით. და 3 წლის შემდეგ ხდება იქ ხალიფის ცვლილება და ათავისუფლებენ ნერსეს, უკან უშვებენ ქართლში და სწორედ ამ დროს მას უკან ქართლში მოყვება წმინდა აბოთფილელი. აბო ამ დროს 17-18 წლის ჭაბუკი გახლავთ და საინტერესოა მისი გამომეძიებლობა, რომ ის ერთი მხრივ წმუნდება იმაში, რომ რასაც თავად აღიარებს დედით და მამით, ტომით ის სარკინოზი იყო, როგორც დაწერილია, მის დარწმუნდა აი ამის არაჭეშმარიტებაში და დაიწყო გამომეძიებლობა თუ რა იყო ჭეშმარიტება. და როდესაც ის ქართლში ჩამოდის, ის ეცნობა, ანუ ესე ძალიან ეტაპები მისი სულიერი განვითარებისა და გამომეძიებლობებისა ეძიებს ის. ხოდაშვილს ეს არის მაგალითი ყოველი ადამიანისთვის, რომელიც თქვა თუნდაც სხვა სარწმუნოების მიმდევარია, თუნდაც ათეისტია, თუნდაც ცოტა ესეთი დამოკიდებულება აქვს, ვთქვათ, ქრისტეს და ქრისტიანობის მიმართ, რომ თუ კი ადამიანი გამომეძიებლობას მიეცება, ანუ თუ კი გამოიძიებს საკუთარ თავში, საკუთარ სულში რა არის ჭეშმარიტება, აუცილებლად მივა ის ამ ჭეშმარიტებამ და ამის დასწურია აბოს ცხოვრება, რომელიც კიდევ ერთხელ აღნიშნავთ, რომ მას ქრისტეს ერთ არ გაეგო, სანამ ნერსს არ გაიცნობდა. მაგრამ ნამდვილად არ იყო გარკვეული ჩახედული და არ იცოდა საერთოდ რასთან აქვს რეალურად. ნუ ეხლა აი ეს ძალიან საინტერესოა, აი თქვა რა ძალიან ეს მაგალითად პავლე მოციქული ამბობს წარმართებზე, რომელთაც არ იცოდნენ მოსაჯული, მათ ისინიო ბუნებით ირჯული აქვთო მათ მოსერჯული არა აქვთო, მაგრამ ბუნებით ირჯული აქვთო და ამიტომაც იყო რომ წარმართება პირველად მიიღეს ქრისტე და თქვათ იმათმა ვისაც უნდა მიეღო და ვისაც ჰქონდა ამის შესახებ სწავლებას და წინასწარმეტყველებას, მათმა დიდმა ნაწილმა სამწუხაროდ არ მიიღო. ეს თქვათ გარემოება ნამდვილად გამოსჭივის აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აბოსთან მიმართებაში. და აბო გამომეძიებლობის შედეგად იღებს ქრისტიანობას. და ამ დროს ისევ ხდება, რომ ნერსეს კვლავ იბარებენ სახალიფოში და ის უკვე აღარ მიდის იქ, იმიტომ რომ იცის რომ შეიძლება კვლავ დაპატიმრება მოუწიოს და ის გარბის, ასე ვთქვათ, ჩრდილო კავკასიაში პირველად ხაზარებთან მიდის, მას 300 სიმხლებელი მიყვება თან და ამ 300-ში არის აბოც ასევე და აი აქ როდესაც ქართლში მოგესწრება თქვენ სარკინოზების ძლავრობა იყო არაბებისა, მაგრამ ხაზარეთში არა და როგორც კი აბომ თავისი თავიას თქვა დაინახა იმ გარემოში, რომ არავინ არის საშროება არ იყო თქვათ
პირველად მას შიში ჰქონდა თავის ცხადია, შემდგომში შიშიც გაუქრა მას, როცა წვენაში გაძლიერდა, მაგრამ აი ეს ამას ვამბობ სწორედ, რომ აი ეს სულიერი განვითარების ეტაპები ძალიან კარგად ჩანს აბოთფილელის ცხოვრებაში და ის მოინათლა სწორედ ხაზარეთში. და ამის შემდგომ ხაზარეთი და ნერსე თავისი მხლებლებით და მათ შორის აბოსთან ერთად მიემართება უკვე აფხაზეთის სამეფოში. აფხაზეთის სამეფოში, როგორც აღწერს ავტორი აი ამ ჰაგიოგრაფიული ცნობებისა, ავტორი როგორც აღწერს, აფხაზეთი მაშინ ძალზედ ქრისტიანული მხარე გახლდათ და აბო განსწრება იმ ქრისტიანული გარემოთი, რაც აფხაზეთში სუფევს და იქ მიეცემა განსაკუთრებულ მოღვაწეობას. აქვე აფხაზეთში ერისმთავარს ხდება მისი ცოლ-შვილი და განიხარებენ ფრიად, როგორც წერს ივანე საბანიძე. ამ დროს ხდება თბილისში ცვლილება, რომ შეიძლება აქ ამირა და უკაცრავად ამირა კი არ შეიძლება ამირა შეცვლის ერისმთავარს, ანუ ის რა ქვია ნერსეს დიშვილი სტეფანოზი ხდება ერისმთავარი, რაც ერთგვარად ნიშნავდა იმას, რომ ნერსეს დევნა შეწყდა, ნერსეს პირიქით გაუხარდა, რომ როგორც წერს საბანიძე, რომ მის გვარს ღმერთმა არ წაართვა მეუფება. იცით თქვენ რომ ესენი ბაგრატიონები არიან, რომლებიც შემდგომში უკვე მეფეებად საქართველოს მეფეებად გულნებიან, მათი გვარის წარმომადგენლები და შთამომავლები. განსაკუთრებით ჟოხანსელის პერიოდში, ოდნავ მოგვიანო პერიოდში. და შემდგომ ამის და ისინი ბრუნდებიან ქართლში. აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რომ როდესაც დგება მათი ქართლში დაბრუნების პერიოდი, აბოთფილეს ეუბნებიან, რომ კერძოდ აფხაზეთის ერისმთავარი მეფე აფხაზეთს ეუბნება, რომ არ დაბრუნდეს ის ქართლში, ვინაიდან ქართლი კვლავაც არაბებს უპყრია ხელს და არ მოხდეს მე მეშინია ეუბნება ის, რომ არ მოხდეს მისი კვლავ გადაბირება ისლამურ სარწმუნოებაზე და აბო მას ეუბნება საოცარ სიტყვებს, აი უკვე ჩანს როგორ გაძლიერდა ის წვენაში, რომ აქ სადაც არანაირი დევნა არ არის ქრისტეს გამო, რა თქმა უნდა ეს კარგია, მაგრამ მე მინდა რომ ქრისტეს გამო ვიდევნო და ამის გამო სულს დავბრუნდე ქართლში და ვთხოვ მეფეო ნუ შემეშლი თამაში ხელს და ასეც ხდება, მეფემას რა თქმა უნდა არ დააყოვნოს და იგი ნერსთან ერთად კვლავ თბილისში ბრუნდება. და აი ამ დროს იწყება უკვე მისი ჯერ პირველად, ხო ესე ძალიან საინტერესო რომ ის განცხადებულად ქადაგებს აბოსთან მიმართებაში ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება გახლავთ, რომ ის რომ ქართველი ყოფილიყო, თქვა ამის გამო მას დიდად პრობლემა არ ექნებოდა, როგორც ვიავი, მაგრამ ის რახან მუსლიმანი გახდა, სხვათა შორის დღესაც ისლამურ ქვეყანაში სარწმუნოების ღალატი ითვლება ერის ღალატად. სამშობლო, ანუ ის ფაქტობრივად არა მხოლოდ სარწმუნოების მოღალატე იყო მათი თვალსაჩინით, არამედ სამშობლოს მოღალატეც. ამიტომ პირველად შეიპყრეს იქ, მაგრამ შემდგომ სტეფანოზი ჩაერია ერისმთავარი და სტეფანოზის თხოვნით გაათავისუფლოს, მაგრამ როდესაც ამირა შეიცვალა თბილისში, ის უკვე მეორედ შეიპყრეს და უკვე ეს შეპყრობა და ნუ აქაც გააფრთხილეს, ხო? აქაც გააფრთხილეს. ის წარდგა ახალი ვთქვათ ამირას წინაშე და ამირა უთხრა თუ კი შენ ქრისტიანობა იმისთვის და მიიღე რომ რაღაც მატერიალურ კეთილობას ელოდები, თქვი და მე დღეს გაგამდიდრებ შენ, ოღონ დაუტევე ეს და მაშინ აბოებუნება რომ თუ კი ეს სიმდიდრე და ქონება შენვე გქონდეს, შენივე თავი წარსაწყოდელად, მე ქრისტე შევიძინე და მას არაფერზე გავსლი. მაშინ ამირა ეუბნება ძალიან საინტერესო სიტყვას, რომ რა ნახე შენ ქრისტიანობაში ისეთი, რომ მისთვის სიკვდილიც კი არ გენანება, თავის შეწირვაც კი არ გენანება და აბო მას პასუხობს, რომ თუ კი შენ გინდა გაიგო რა არის ქრისტიანობაში ასეთი ტკბილი, მაშინ შენ თავად გახდი ქრისტიანი და ამას გაიგებ და რა თქმა უნდა ამაზე ამირა განრისდება. მას დააპატიმრებენ 9 დღე მყოფობს ის ციხეში, მე-9 დღეს, ოთაშორის ნათლისღება დღეს ის წინა დღეს უბრალოდ ჯერ გაყიდის ტანსაცმელსაც კი და გამოაგზავნის ფულს გარეთ და ყველას ეუბნება რომ დაანთონ კელაპტრები ამ ფული და ილოცონ რომ ღმერთმა ის განამტკიცოს. მთელი ღამე სრულიად კანონების კრებულს 150 კითხულობს და ნათლისღება დღეს მას გაიყვანენ და თავს მოკვეთენ. სხვადასხვა ესეთი საოცრი ძალიან ნიშანდობლივი ეპიზოდია აქ, რომ როდესაც აბო მიყავთ სიკვდილით დასაჯელად. ავტორი წერს, რომ ის თავს ისე უყურებდა, როგორც უკვე ანუ ჯერ ცოცხალი იყო, მაგრამ როგორც ზემოდან სულის სხეულს დაყურებს, ასე უყურებდა ის უკვე თავის თავს, სანამ მოკლავდნენ. 2-3ჯერ ასე თქვა ეს მოუღეს მახველი დააშინეს, რომ ეგ მას უეყო, არ ეყო ქრისტიანობა, მაგრამ რა თქმა უნდა
მან ეს არ გააკეთა და თავი მოკვეთეს და არა მხოლოდ თავი მოკვეთეს თქვენ იცით რომ შემდგომ მიდიან თქვათ ისინი არაბები ამირასა და ეუბნებიან რომ ქრისტიანებს აქვთ რაღაცა წმინდა ნაწილების თაყვანისების მათი სოფხედვით რაღაცა ესეთი არასწორი ტრადიცია და მოდით მისი სხეულიც გავანადგუროთ და ცნობილია რომ ტყვარში დაწოვენ და ტყვარში გადააგდებენ თუმცა შემდგომ ხდება ძვლების ამოღება არა და დაკრძალვა წმინდა აბოსი იქ სადაც არის დაკრძალული და ესე ძალიან საინტერესოა რომ ღმერთმა გარდაცვალების შემდეგაც არ დაუტევა ის და ასევე მის ცხოვრებაში წერია რომ ღამით იმ ადგილას სადაც აბო ტყვარში ჩააგდეს მისი სხეულები იქ ვარსკვლავი დაადგრა მას და ამით უფალმა განაცხადა საკუთარი მადლმოსილება მოწამეზე და მიანიშნა ყველას თუ რაოდენ დიდი მოწამეა ეს და იცით თქვენ რომ ეს ისტორია მოხდა სადაც დღეს დღევანდელი მეტეხის ხიდა წოდებული ადგილია დღეს იქ პატარა ტაძარიც არის აშენებული ამ ბოლოს აშენდა ხო რამდენიმე წლის წინ გამოქვაბულში და ეს არის ის ადგილი სადაც აი წმინდა აბოს ნაწილები ჩააგდეს და შემდგომ აღმოიყვანეს და პატივით დაკრძალეს. მამან გიორგი, საქართველოში მოღვაწე წმინდანების შესახებ ვისაუბროთ, ან როგორც ქართველი მოწამეები, ასევე უცხო ქვეყნის შვილები, ასე ვთქვათ, მოციქულები შემოსულან ჩვენს ქვეყანაში, ხო, ვიცით ძალიან კარგად ანდრია პირველწოდებული და ასე შემდეგ აღარ ჩამოთვლით თქვენ და გითმობთ დროს და მათი ღვაწლის შესახებ რომ ვისაუბროთ. აი იცით ძალიან საინტერესო თუნდაც აი აბოს შესახებ აბოს წამებამ და შემდგომ ამ წამების დაწერამ რა მოუტანა ქალს იმ კონკრეტულ შემთხვევაში ხო ადამიანები გამტკიცდნენ ხოთაშორის იონეს აბანეზე იქვეწერს რომ მას შემდეგაც ვარსკვლავი დაადგრა მოწამის წმინდა ნაწილებს უამრავი ადამიანი თბილისიდან თბილისის მოსახლეობა გამოდიოდნენ უკვე აღარ ერიდებოდნენ ისინი ისლამის მძლავრობას და გამოდიოდნენ ასე წერს რომ ყოჭლები სირბილით ბავშვები სიმკვირცხლით და ყველანი მოდიოდნენ რათა ენახა და განედიდებინათ წმინდა მოწამე და მისი მადიდებელი ღმერთი. ასე იყო ყველა იცით შეიძლება ითქვას საქართველოს ისტორია არის ისტორია, როცა ჩვენს ერს უჭირდა მოავლენდა ხოლმე ღმერთი პიროვნებას, რომელიც განამტკიცებდა საზოგადოებას წინაში უკაცრავად და ვთქვათ ამის შემდგომ უკვე აგრძელებდა ერი ცხოვრებას. აი სულ თავიდან თქვენ ანდრია პირველწოდებული ახსენეთ, ხო? ჩვენ რა თქმა უნდა ქრისტიანობამდეც ჰქონდა დაახლოებით 1000 წლოვანი ისტორია, მაგრამ აი ესეც ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ მაცხოვრის კვართი ჩამობრძანდა საქართველოში. იცით თქვენ ეს ისტორია უბრალოდ მე არ მოვყვები და მაცხოვრის კვართი ვინ მიიღო? საქართველოში ჩამოვიდნენ სწორედ ის ებრაელები, რომელთაც არ მიიღეს მონაწილეობა ქრისტეს საწინააღმდეგო ქმედებაში, ანუ ეს იმ ებრაელების ასე ვთქვათ ჯგუფია, რომელთაც ჭეშმარიტი რჯულის აღსრულებაში დარგვა არ აქვთ, განსხვავებით დანარჩენებისგან. ამის შემდგომ ღვთისმშობლის წინსვლელები ვართ, ხო? ამის შემდგომ ჩვენთან ჩამოდის ანდრია პირველწოდებული სწორედ ღვთისმშობლის ხატით ხელში, რაც ნიშნავდა იმას იცით თქვენ, რომ ღვთისმშობლის ხატი, თავად ღვთისმშობელი შემობრძანდა ესე იგი საქართველოში. ამის შემდგომ იქადაგეს ნიადაგი შემზადდა საქართველოში ქრისტიანობისა. უკვე შემდგომი პერიოდია წმინდანინო შემომზადება საქართველოში, როდესაც უკვე ქრისტიანობა უმაღლეს რანგში იქნა აყვანილი და ისე თქვენ რომ 326 წელს სახელმწიფო რელიგიად იქნა გამოცხადებული და წლევანდელი წელი სწორედ ამის საიუბილეო აღნიშვნა მოგიხსენება თქვენ და ამან სრულიად განსაზღვრა იცით აი ქრისტიანობამ ჩვენ მოგცა არა მხოლოდ მაცხოვნებელი მოზღრება და რა თქმა უნდა უპირველესი და უმთავრესი ეს არის რომ ეს არის მაცხოვნებელი მოზღრება ასევე ჩვენ მოგცა და ჩამოაყალიბა ქართველის ფსიქოტიპაჟი მოგცა ის ყველაფერი იცით ჩვენ ვამაყობთ ჩვენი შინაგანი სამყარო თუ კულტურა თუ ხელოვნება თუ ისტორიული თვითმყოფობა და ასე შემდეგ ისე გადაეჯაჭვა ეს ქრისტიანობა და ქართველობა ერთმანეთს თუმცა რა თქმა უნდა ქრისტიანობას ეროვნება არ აქვს თავის უცხადია მაგრამ ქრისტიანობამ ძალიან დიდი ზოგადად რელიგია ძალიან დიდ როლს თამაშობდა ყოველ ადამიანის ჩამოყალიბებაში არა მარტო საქართველოს თუნდაც ისლამურ ქვეყნებში რასაც ჩვენ საუბრობთ და საქართველოში ქრისტიანობამ აი ჩვენ აბოზე საუბრობთ აბომზე ძალიან საინტერესო იქამდე სპარსელების მძლავრობა იყო და სპარსელების დროს ჩვენ ევსტატე მოგვივლინა რომელიც სპარსელი იყო ევსტატი მცხეთელად იწოდება ის მაგრამ სპარსელი იყო ის წარმოშობილი და ისიც ქრისტეს გამო ეწამა სწორედ რა თქვათ აი ამის შემდგომ ჩვენ არაერთი თქვათ შუშანიკის წამება შუშანიკი დაუცილებლად რომელიც ასევე სპარსელების ბატონობის პერიოდში მოღვაწეობდა რა აჩვენა მან ხო საკუთარი მოწამეობით
კიდევ ერთხელ განამტკიცა მაშინდელი საზოგადოება და ქრისტეს წმენა მისამა. ცოტა მოგვიანო ხანაში ასრული მამები ჩამოსვლა საქართველოში, რა. იქ პირდაპირ ცალსახად ირანის მძლავრობა უკვე იმდენად დიდი იყო, რომ უკვე ჩვენი მეზობელი სომხეთი მონოთეისტი გახდა და უკვე საქართველოს ქართლსაც ემუქრებოდა ეს მძლავრი საფრთხე და ამ დროს მერთი აგზავნის ასრულ 13 ასრულ მამას, რომელიც განამტკიცებს რწმენაში ჩვენს ქვეყანას და თქვათ აი ასევე მათ სახელს უკავშირდება მონასტრების დაფუძნებას, თუმცა მონასტრების დაფუძნება ცოტა ადრეულ პერიოდში ფიქსირდება, როგორც ფიქრობენ, ეს სხვა საკითხია, მაგრამ უბრალოდ რა დიდი და ფაქტობრივად ასრული მამების ივანეს დაზნეს მეთაურობით ჩამოდიან ისინი, მოგეხსენებათ, ხდება საქართველოს გადარჩენა და სწორ რელსებზე, ასე ვთქვათ, მისი დამყარება, დარჩენა და შემდგომ გაგრძელება სვლისა. გრიგოლ ხანძთელი შემდგომ პერიოდში აი სწორედ არაბობის შემდგომ არაბობის გამო ეს ერისმთავრები მიდიან საფრთხეს ტოვებენ ქართლს და მიდიან საფრთხეს საქართველოში და უკვე სამხრეთ საქართველოსდან იწყება საქართველოს გაძლიერება პერიფერიიდან ბაგრატიონების იქიდან იყო სპერიდან კერძოდ ხო და გრიგოლ ხანძთელი სწორედ ღვთისგანგებით აქ მოღვაწეობს როგორც ღვთისგამოვლენილი თუ შეიძლება იყოს მოსე რომელმაც აი შექმნა საფუძველი შემდგომში ერთიანი განუყოფელი სულიერად და ფიზიკურად ძლიერი საქართველოსი სწორედ მის საფუძველზე აღმოცენდა შემდგომ დავითის საქართველო, თამარის საქართველო, თქვენ იცით წმინდანები ჩვენ მეფეებიც ხავს იგივე დავითი რა, რომელმაც სწორედ ჯერ ეკლესიას გაძლიერება შეუწყო ხელი და შემდგომ ამისა შექმნა ერთიანი საქართველო ფაქტობრივად განადგურების პირამდე მისული ქვეყნიდან. თამარი, გიორგი პირველი, ამავდროულად აი ესეც საინტერესოა, დავითი არის ადამიანი, რომელმაც თქვენ იცით დაწერა გალობანის სინანულისანი არა თქვათ სადაც ის თავის თავს ღმერთის წინაშე იმცრობს და ამ წופლის ამავებას თავის დიდებაში ძალიან კარგად ხედავს გიორგი უკაცრავად დემეტრე პირველი დავითის შვილი რომელიც შენ ხარ ვენახის ავტორია გიორგი მესამე თამარი რომელიც არის მწვერვალი თუ შეიძლება ითქვას ჩვენი ქვეყნის როგორც სულიერი ისე ფიზიკური ძლიერებისა და ერთიანობისა და ასე შემდეგ და ნუ შემდგომ მოგვიანო პერიოდში როცა უკვე სამწუხაროდ საქართველოს იშლება ნაწილებად მაგრამ ეს სულიერი თქვათ აუცილებლად აღნიშნოთ ჩვენ საზღვარგარეთის კერები ათონელთა სკოლა განსაკუთრებით წმინდა გიორგი მთაწმინდელი რომელიც საეკლესიო და ასევე ეროვნული მოღვაწეა რომელიც იცავს ჩვენს ავტოკეფალიას ხოლმე ცხოვრებაში არის ამის შესახებ გადმოცემული თხრობა და ასე შემდეგ. ანუ რას გვინდა ჩვენ ხაზი გავუსვოთ ამ ყოველივეთი, რომ აი ძალიან დიდი იმპერიათა ჭიდილში ვიყავით ყოველთვის და ახლაც ასეა ეს. ძალიან ბევრი იმპერიები არ არსებობენ დღეს. ნუ აგრ ბიზანტია, იქამდე რომი, თუნდაც თქვა არაბეთი, ახლა იმის მეათედი არ არის, რაც მაშინ იყო, მთელი სოფლიო დაიპყრეს ფაქტობრივად, ხო? და ასე, მაგრამ რამ გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა? აი ეს კითხვა, ანუ ეს არ არის რაღაცა ესეთი შორისდებული, ეს არის კითხვა, რომელიც თუ შეიძლება ითქვას ლოგიკურად შეიძლება ჩვენ დავსვათ და აქ არის ერთ-ერთი პასუხი. ეს ქვეყანა გადაარჩინა სწორედ სულიერებამ. ქვეყანა ჩვენი გადაარჩინა სულიერებამ და ამ ადამიანების ღვაწლმა რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ თუ რა თქმა უნდა ძალიან ბევრზე ვერ ვისაუბრეთ. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისა და საინტერესო საუბრისთვის. მამა გიორგი კიდევ ერთხელ ილოცავთ დღევანდელ წესს და დაგემშვიდობებით. სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი მღვდელი გიორგი ვაშალომიძე იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. 9 საათია ერთად აღვნიშნოთ უფლისადებელი ილოცვა და დაგებრუნდებით გადაცემის სხვა სტუმართან ერთად დაგველოდეთ. ჩვენო რომელი ხარ ცათაშინა წმინდა იყავ სახელი შენი მოვედინ სუფევა შენი იყავ ნება შენი ვითარცა
ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან რამე თუ შენი არს სუფევა ძალი და დიდება მამისა დაძისა და წმინდისა სულისა აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ მიწყალემე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოება ჩემი უფროს განბანემე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე რამე თუ უჯულოება ჩემი მეუწყი და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ რათა განმართლე სიტყვათაგან შენთან და ზლოს ჯასა შენსა რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა უფალო ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა რამე თუ უკეთუმცა გენება მსხვერპლი შემცა მეწირა არამედ საკვერთხი არ აქთნდეს მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემოსრული გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ ალილუია 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 დიდება შენ და ღმერთო ალილუია 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 დიდება შენ და ღმერთო ალილუია 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო დიდება შენ და ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო Smiloda
როგორც დაგვრდით, დაგიბრუნდით სტუმართან ერთად საინტერესო საკითხით სეზონური ვირუსების შესახებ უნდა ვისაუბროთ. სეზონური ვირუსები, იმუნიტეტი, რას მივაქციოთ ყურადღება, რომელი ვირუსები ცირკულირებს ამ სეზონზე. თემაზე სასაუბროთ შემოგვიერთდა და პედიატრი, ნუტრიციოლოგი ქალბატონ ნინო თუთაძე. დილამშვიდობის ქალბატონო. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის და ბედნიერ 2026 წელს გისურვებთ წარმატებებს. ასევე ყველა დღესასწაულს ილოცავთ. თქვენც გილოცავთ ყველა დღესასწაულს და ახალ წელს წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. ქალბატონო ნინო, თავდაპირველად დავიწყოთ საუბარი იმით, თუ რა ვირუსები ცირკულირებს ახლა ამ პერიოდში და შემდგომ უკვე ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი, გავაძლიეროთ იმუნიტეტი და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ბუნებრივია, ეხლა ჩვენ ზამთრის განსაკუთრებულ შვალიდურ პერიოდში ვიმყოფებით და ბუნებრივია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორც საქართველო, რა თქმა უნდა, სარტყლის მიხედვით, სწორედ ზამთრის პერიოდი, ეს არის გვიანი შემოდგომა ზამთრის პერიოდი, სწორედ რესპირატორული ვირუსების ისეთი გავრცელების პერიოდია და ბუნებრივია, რა თქმა უნდა, ეს არის საერთო გზით გადამდები ვირუსები და მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომელიც განსაკუთრებულად მაინც უფრო ამ პერიოდისთვის არის დამახასიათებელი, ეს არის ალბათ გრიპი. ეს შეიძლება ეხლა დღევანდ ჩვენთან რაც შეიძლება აღინიშნებოდეს და რაც სტატისტიკურად გვაქვს, ეს არის H3N2 ეგრეთ წოდებული გრიპის ვირუსები, რომელსაც აი ჰონკონგის ვირუსსაც ეძახიან, ეგრეთ წოდებული ღორის გრიპი, რომელსაც H3N1-ის სახელწოდებით არის ცნობილი და ბუნებრივია, რა თქმა უნდა, მათი ცირკულირებაც მნიშვნელოვანია. არის რა თქმა უნდა კიდევ COVID ვირუსები და ასე შემდგომ. მაგრამ რატო გავამახვილეთ ესეთ ყურადღებათ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, გრიპის რესპირატორული ვირუსული ინფექცია, რომელიც ასევე ჰაერწვეთოვანი გზით გადაეცემა, რა თქმა უნდა, განსხვავება აქვს მას სხვა ვირუსულ ინფექციებთან შედარებით თავისი მიმდინარეობის კუთხით, მაგრამ ეს მიმდინარეობა განსაკუთრებით გამოიხატება იმით, რომ არის ბევრად უფრო რთულად, შედარებით რთულად გამომდინარე და მიმდინარე პერიოდებისთვის დამახასიათებელი. რა თქმა უნდა, პრაქტიკულად მათი მიმდინარეობა მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტად იწყება მაღალი ტემპერატურით, უფრო ცხელების სახით, იწყება პრაქტიკულად აი შეტევითი კლინიკური ნიშნების გამოხატულების კუთხით და ამით განსხვავდება ეგრეთ წოდებული, რასაც ვეძახით, გაციებას თუ სხვა ვირუსებით მიმდინარე დაავადებებს, რომლებიც შეიძლება იყოს წინაპირობა, თქვა ცხვირიდან გამონადენი და ასე შემდგომ. ამიტომ გრიპის მიმდინარეობა შესაბამისად ამ სეზონისთვის, რომელიცაც დამახასიათებელია სასუნთქის სისტემის დაზიანება, შეიძლება იყოს რა თქმა უნდა ცხვირი, ყელი და რა თქმა უნდა გართულებების შემთხვევით ფილტვები, ბუნებრივია, მისი დამახასიათებლობა ამ შემთხვევაში უფრო მეტად კლინიკურად გამოხატული არის. გადამდები რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში განსაკუთრებულად გავრცელების კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანია კლინიკური ნიშნებამდე შეიძლება იყოს 1 დღეც და განსაკუთრებით კლინიკური ნიშნის გამოვლენიდან 3-4 დღის განმავლობაში და მას ახასიათებს მაინც ის კლინიკური ნიშნებს ჩამოვთვლი, რომ ეს არის საერთო სისუსტე, კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, როგორც აღნიშნეთ და მნიშვნელოვანია, რომ შეიძლება ბავშვებში იყოს როგორც ხებინება, ასევე დიარეაც წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებულად მშობლების ყურადღება ამ შემთხვევაში გადატანილი იყოს ისეთ ნიშნებზე, როგორიც არის თქვა გაძლებული სუნთქა, ან პირიქით მომატებული, რა თქმა უნდა, რიტმი. მნიშვნელოვანია, რომ ტემპერატურა, როდესაც არ ექვემდებარება, თქვა ეგრეთ წოდებულ დამწევ საშუალებებს, რომლებიც თითქმის ყველა მშობლისთვის ცნობილი არის, ასე შემდგომ აცეტამოფენი და იბუპროფენი, ეს ორი სახელწოდების სახით წარმოდგენილი პრეპარატები და ამ შემთხვევაში მიმართვიანობა. ასევე საინტერესოა იმ კუთხით, რომ როდესაც ვთქვათ, მსგავსი კლინიკური ნიშნებია და განსაკუთრებულად ისეთ მოწყვლად ჯგუფებში, როგორიც არის ვთქვათ 5 წლამდე და კიდევ უფრო 2 წლამდე და 1 წლამდე ასაკის ბავშვები, მნიშვნელოვანია, რომ საყურადღებო ხდება, რომ ვთქვათ, მსგავსი სიმპტომებია დროულად მოხდეს მაინც კლინიკასთან ურთიერთობა და მიმართვიანობა, ანუ მათთვის სასურველ ექიმთან, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვიცით და უკვე არაერთხელ ამ სტუდიიდანაც გვითქვამს, რომ ანტიბიოტიკები ეს არ არის ის სამკურნალო საშუალებები, რომელსაც მიმართავთ ვირუსული ინფექციების დროს, თუ კი არ მოხდა ბაქტერიული ფლორით, თქვათ ამ შემთხვევაში კიდევ უფრო დაავადების მიმდინარეობის გართულება, თქვათ იგივე პნეუმონიის, ბრონქიტის და ასე შემდგომ ამ ფონით, მაგრამ შესაძლებელია, რომ საჭირო გახდეს ანტივირუსული მკურნალობის ჩატარება, რომელიც რეკომენდებულია, ამ სიმპტომების წარღვნა, დაავადების კლინიკური ნიშნების გამოვლინდებიდან პირველი მხოლოდ 48 საათის
განმავლობაში. ამიტომ შესაბამისად ასეთ შემთხვევაში დროული მიმართვიანობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, რომ მოხდეს მიმართვიანობის კუთხით. ამიტომ ძირითადად მაინც ზამთრის მედიცინა, ალბათ ესეც შეიძლება უწოდოთ განსაკუთრებულად უფრო პედიატრიულ პოპულაციაში, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წამყვანი ამ პერიოდისთვის მაინც არის რესპირატორული დაავადებები. შესაძლებელი არის თუ არა, რომ მანამდე სანამ დადგება ზამთრის სეზონი, მანამდე გავაძლიეროთ იმუნიტეტი და რა ხერხებს უნდა მივმართოთ და რა გზებს? სოფო, ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ შესაძლოა ჩვენ საუბრობთ მით უმეტეს გრიპთან დაკავშირებით, ალბათ კიდე ერთხელ მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ თუ კი ჩვენ საუბრობთ სწორედ პრევენციულ საკითხზე, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის სწორედ ვაქცინაცია გრიპთან დაკავშირებით და მე მაინც კიდე ერთხელ ვიტყოდი, რომ სწორედ გრიპის ვაქცინები შედგენილია იმ კომპონენტურად, იმ მორეციდივე ვირუსებისგან, რომელიც ვთქვათ ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებულად მსოფლიოში ინტენსივობით ხასიათდება, ხო ეს ერთი. და მნიშვნელოვანია რომ 6 თვის ასაკიდან ეს შესაძლებლობა აქვს ყველას. აქ რა თქმა უნდა მოწყობილი ჯგუფებია ბავშვებიც, ორსულებიც, მით უფრო 65 წელს გადაცილებული იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანები და ასე შემდგომ, განსაკუთრებით გულსიზრდვა დაავადებები და ვთქვათ ასთმის დროს გამოწვეული პრობლემების დროს. მეორე მნიშვნელოვანი ალბათ რაც შეიძლება განსაკუთრებულად ბავშვებთან მქონდეს პრევენციული კუთხით, რომ მათ ვასწავლოთ სწორი. ხშირად ვიმეორებ და შეიძლება ეს გარკვეულწილად ერთი და იგივეს გამეორება გამოგვდიოდეს ხშირად, რასაც გულისხმობთ, მაგრამ ხელის დაბანა ეს არის ყველაზე უმნიშვნელოვანესი, რაც შეიძლება იყოს პრევენციის უმნიშვნელოვანესი წყარო, ესე რომ ვთქვათ. იმის იქეთ ახლა ბუნებრივია, ხო? როდესაც ვთქვათ, კვებითი რაციონი, გარდა იმისა, რომ ვთქვათ, ტემპერატურა ძალიან დაბალია ამ ეტაპზე, რა ვთქვათ, ძალიან ხშირად ხო დახურულ სივრცეში ვაქვს და პირიქით უფრო მეტი ტემპერატურის გვიჩნდება სურვილი. ესეც ერთ-ერთი ხელშემწყობია, იმიტომ რომ თუ კი არ ხდება ხშირად მაინც განიავება ოთახის, რა თქმა უნდა, გავრცელების ფონი მით უმეტეს უფრო თავშეყრის ადგილებში ბევრად უფრო ადვილია, რომ მოხდეს მსგავსი ვირუსული ინფექციების. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ვასწავლოთ ის ელემენტარული მნიშვნელოვანი დეტალები, განსაკუთრებით საბავშვო ბაღებში, სკოლებში, სემინების დროს, როგორ უნდა მოიქცენ, ანუ აუცილებელია, რომ აიფარონ თქვა ხელების სემინების დროს ის ხელსახოცი, რომელსაც გამოიყენებენ ისინი, ერთჯერადებს გულისხმობ, რა თქმა უნდა, ეგრევე გაუნებელყოფილი იქნეს და თქვა და არ მოხდეს იგივე მაგიდის ზედაპირზე და ასე შემდგომ. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ესეთი პრევენციული ღონისძიებები მნიშვნელოვნად, რა თქმა უნდა, ამცირებს ხელის დაბანა, როგორც სადღაც 20-25%-იც კი თუ კი სისტემატიური ფონით მიმართავთ, შესაძლებელია რომ ეს იყოს მნიშვნელოვანი შეჩერება, ანუ შემცირება ვირუსის გავრცელების კუთხით. თუმცა აქვე ვიტყოდეთ, რომ სწორედ ბავშვებისთვის და გადავალობათ ამ საკითხზე, რომ ეს ავადობის მომენტი ვირუსული ინფექციებით წლის მანძილზე 6-ჯერაც კი, რა თქმა უნდა, ასაკობრივი ჭრილის მიხედვით, ეს არ არის განსაკუთრებულად სანერვიულო პრობლემა. პირიქით, ბუნებრივია. იმიტომ რომ იბადება რა ბავშვი, ბუნებრივია. ის არის გარემოსთან შეგუების დასაწყისში, ხო? წლების მანძილზე ეგუება და ამიტომაც არის, რომ ემატება წლები, ავადობა, რა თქმა უნდა, მცირდება, მაგრამ ამ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესი ყოველთვის ჩემთვის და კოლეგებისთვის ალბათ ხშირად მოусმენიათ მაყურებელსაც არის ის, რომ მისი გართულება არ მოხდეს ბაქტერიული ფლორით. ანუ რამდენჯერმე გართულებული ვირუსული ინფექცია კიდევ უფრო საყურადღებოა, ვიდრე ვთქვათ წლის განმავლობაში ჩვეულებრივი იმ კლინიკური ნიშნებით მიმდინარე ვირუსული ინფექცია, რომელიც მისთვის დამახასიათებელია. აუცილებლად უნდა გკითხოთ ბუნებრივ მკურნალებზე, რასაც ვეძახით ხოლმე, ხო? რამდენად რეალობაა და რეალურია და არ არის მითი, ხო? ესეც რომ ვთქვათ მაყურებელს. აი ის გარემო, რაც ახლა დედაქალაქში გვაქვს და არა მხოლოდ დედაქალაქში, თითქმის სრულიად საქართველოში, ხო, თოვლი, ყინვა, სუფთა ჰაერი, ეს რამდენად არის ბუნებრივი მკურნალი და დამხმარე სინამდვილეში და ზოგადად საჭიროება და მნიშვნელობა კურორტებზე სიარულის, რომ ბავშვები, ახალგაზრდები დავასვენოთ აუცილებლად სხვადასხვა კურორტზე მთიან რეგიონებში. მოდით ალბათ ბუნებრივად დავიწყოთ, რომ პირველ რიგში, ალბათ პირველი დღე როცა თოვდა ბავშვებს კი რა ჩვენს კი რაღაც გარკვეულ მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ვთქვათ გასაფრთხილი ყველაზე საყვარელი პერიოდია, ის სილამაზე არ აღიქვა წარმოუდგენელია, ხო? როდესაც თოვს. ბუნებრივი ეს ბავშვებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია და უნდა კონდეთ კიდეც მათ ეს სიხალისე და მოგწონს მისეთ ყოველთვის სიხარულიანი დღეები და ყოველთვის სიხარულის წუთები.
ბავშვები, ხო? მათ რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს, რომ თქვა დაბალი ტემპერატურაა და ბავშვები აუცილებლად სახის პირობებში უნდა იყვნენ. პირიქით, ის ფიზიკური აქტივობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მათი ემოციური სფერო ამ შემთხვევაში პირიქით რომ ხარისობენ, დადებითია და ეს არის რა თქმა უნდა გეთახმებით, ეს არის ბუნებრივი და ძალიან სასიამოვნო სწორედ. თუმცა ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა გარკვეული რეკომენდაციები ნამდვილად გვჭირდება, ხო? მაგალითად თუ კი ჩვენ მასაკობრივად უფრო დაბალი ასაკის ბავშვებზე ვსაუბრობთ, ახლა თუ კი ამ შემთხვევაში ვთქვათ ჩვილი და მსგავს ბავშვებზე შესაბამისად, რა თქმა უნდა ვთქვათ ქარიანამიჯი, სადაც ვედარებით, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია რომ ვთქვათ მოყინული არ იყოს სადარბაზოებთან, ძალიან ბევრი რეკომენდაცია იყოს დაცული, ვთქვათ განსაკუთრებულად დაბალი ტემპერატურის დროს უფრო მოვარიდოთ ბავშვები, თუმცა ამ შემთხვევაშიც რა თქმა უნდა ის რეკომენდაციები რომ ხშირად პანჯერა გავაღოთ და ეს ჩანსაღი ჰაერი ბავშვებისთვის განიავებულ ოთახში მოთავსდნენ ხშირად და თუნდაც გავიყვანოთ გავანიანოთ ოთახი ისევ დაბრუნდნენ. მაგრამ ჩვენ თუ კი შემდგომ ასაკზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის რამდენად მომზადებული ბრიგადიან ისინი, თუნდაც საგუნდაოდ გარეთ დაბალი ტემპერატურის დროს და რატო მნიშვნელოვანია რომ არ მოხდეს ტემპერატურის დაკარგვა და არ მოხდეს მათი თქვათ ისეთი წყალთან ისეთი ურთიერთობა რომ დასოლება მოხდეს ტანსაცმლის და ასე შემდგომ. ამიტომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩაცმულობა ამ შემთხვევაში ეცვათ სასურველია წყალგაუმტარი გარეთა სამოსი, რომელიც მნიშვნელოვანია და ასევე მნიშვნელოვანია ხელთათმანიც ეცვათ ესეთი, რომ არ მოხდეს თქვათ კიდურების გაციება. შესაძლებელია შიგნით იყოს თქვათ რომელიმე თბილი ფენა, მაგრამ გარედან სჯობს რომ ეს იყოს წყალგაუმტარი. აუცილებლად ქუდი, რომელიც ფარავს ყურს და მნიშვნელოვანია ასევე რომ ჩაცმულობის კუთხით არ მივაქციოთ ყურადღება რომ თქვათ განსაკუთრებულად თბილი ერთი დიდი ფენის სამოსიაცვია და რომელიც გვეგონება რომ მათ დაიცავს. მნიშვნელოვანია ამ წარმოდგენილი იყვნენ თქვათ რამდენიმე ფენის ტანსაცმლით, მაგრამ ყველა იყოს თქვათ უფრო თხელი. განსაკუთრებულად ეს კიდე იმ შემთხვევაშია გასათვალისწინებელი, როდესაც თქვათ სავარძელში უნდა ჩავსვათ ბავშვი და ტრანსპორტირებით ხდება მისი გადაადგილება, რომ ამ შემთხვევაში შეკვრის პრობლემა არ იყოს თასმების. რაც შეეხება განსაკუთრებულად საყურადღებოა და მივაქციოთ ყურადღება, რომ თუ კი ბავშვები დიდი ხნის მანძილზე და გაუგრძელდათ დროით ამ შემთხვევაში თამაში, თქვათ არ მოხდეს დასველება ხელის, კიდურების, მივაქციოთ რომ ფერფთალი არ იყოს სახეზე, განსაკუთრებულად წითელი არ ქონდეთ ის ლამაზი ცხვირი და ლოყები ესე რომ თქვათ და ამ შემთხვევაში ხო, მაგრამ შობს რომ ამ შემთხვევაში მაინც ბუნებრივი არ მოხდეს ეს თქვათ გარკვეული ჯანმრთელობის კუთხით არასასიამოვნო პროცესის წასვლა და ამ შემთხვევაში მხოლოდ ეს დეტალები იყოს დაცული. სხვა მხრივ გავამახვილოთ კიდევ ყურადღება ქავტანია და რას გულისხმობ გაკაჟების თვალსაზრისით როგორ მოიქცეს მშობელი თქვა ჩვილობიდან დაწყებული როგორ შეაჩვიოს ტემპერატურის ცვალებადობას ისე რომ თქვა სითბოშია მოხვედრილი ბავშვი შემდგომ გარეთ როდესაც გავა მისთვის არ იყოს თქვა იგივე სასუნთქი გზების თვალსაზრისით არ იყოს მარტივი თქვა ამ თუ იმ ვირუსის დაჭერა და გაციებას, რასაც ეძახიან და შემცივნება ორგანიზმის, როგორ უნდა გავაკაჟოთ შვილები. სოფო ძალიან მადლობა კიდევ ერთხელ ამ კითხვისთვის. ჩვენ ამ პროცესს არა მარტო ზამთრის კუთხით ვაძლევთ ხოლმე რეკომენდაციას, არამედ დაბადების პერიოდიდან და ყოველთვის ამიტომ ამბობთ, რომ 22 გრადუსზე მეტი და თუნდაც მაქსიმუმ 25-მდე არც არის საჭირო ბავშვს ეძინოს ოთახში. ეს არ არის ამრაგ მნიშვნელობა, რომელი სეზონია და რა პერიოდია, ხო პირიქით. უნდა იყოს დაბალი ტემპერატურა. ეს ერთ-ერთი გარკვეული შეგუების მომენტია, რომ მათი მშვიდი, ძილი ცხოვრების რიტმიც განხორციელდეს. ბუნებრივია ვარჩევთ შესაბამის გაცხეულის ტემპერატურას და ნახულს წყალს, რომელსაც ბანაობენ ბავშვები. რა თქმა უნდა, ის რომ ისინი ეხებიან, თუნდაც გრილ, ყინულს და უბრალოდ ამ შემთხვევაში, როგორც ვამბობთ, არ უნდა იყოს თქვა ძალიან დაბალი ტემპერატურა, რომ ამათ ხელი შეუშალოს აქტიური მოძრაობისთვის და ანუ თქვა სხეულის ნებისმიერი კიდური აქტიური მოძრაობისთვის არ იყოს მზად, ამას გულისხმობთ. რა თქმა უნდა, ის რომ თქვა ბუნებასთან ინტეგრირება, თამაში, ფიზიკური აქტივობა, ეს ყველა დეტალი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია მათი სწორი გაკაჟებისთვის, ხშირი ხელის დაბანა და ასე შემდგომ და ძალიან სასიამოვნოა რომ დღეს კიდევ უფრო ხშირად ხდება ამ საკითხებზე ყურადღების მიქცევა, მოკლედ ესე რომ ვთქვათ და მშობლებისგანაც ხშირად ისმის მსგავსი კითხვები. რაც შეეხება ჩაცმულობას, უფრო დაბალი ასაკის ბავშვებისთვის მაინც უფრო რეკომენდებულია ჩვენზე ერთი ფენით მეტი და ეს ზუსტად არ ნიშნავს იმას, რომ ვთქვათ ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან გავზარდოთ მათი ჩაცმულობის, ანუ ამაზე ვთქვათ თუნდაც ზედა
და ქვედა ტანის რაღაც რაოდენობრივი ჩაცმულობა. სწორედ ამიტომ ვთქვით, დაბალი ასაკის ბავშვებისთვის, როგორც ჩვენ გავდივართ შესაბამისად, მხოლოდ ერთი თხელი ფენით მეტი, ხოლო შემდგომ უკვე ასაკობრივი ჭრილისთვის და რაც უფრო იზრდებიან ბავშვები, ისინი უკვე გადადიან იგივე ჩაცმულობის სტილზე, რომელიც თითოეული ჩვენთაგანისთვის არის მისაღები. რა თქმა უნდა, ტემპერატურის და გარემო ფაქტორებთან შეთანხმების კუთხით. ძალიან დიდი მადლობა ქაბუტონინო მოგზაურობთ. მოსულობ რჩევებს ვიღებ ყოველთვის. საინტერესო საუბრისთვის და რჩევებისთვის. თქვენ კი შეგახსენეთ სტუდიის სტუმარი გახდათ პედიატრი ნევროქირურგი ქაბუტონინო თოთაძე. ვაგრძელებთ გადაცემას სიუჟეტით. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა მოწამე აბოთბილელის ხსენებას აღნიშნავს. თბილისში წმინდანის სახელობის ტაძარი მეტეხის ხიდთან მდინარე მტკვრის ნაპირზე მდებარეობს. თუ როგორ გაჩნდა წმინდანის წამების ადგილას ტაძრის აშენების იდეა და როგორ განხორციელდა შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხებით. უფრო მეტს ჩვენი სიუჟეტიდან გიამბობთ. ნახოთ სიუჟეტი. აბოთბილელი არის ფარველი ჩვენი დედაქალაქის, თბილისის და სრულიად საქართველოს ფარველი. გამორჩეული არის ეს წმინდანი იმით, რომ აბოთბილელი დაიბადა და იყო წარმოშობით არაბი და ის იყო მოხიბლული ქრისტიანობით და ის ჩამოვიდა საქართველოში, მოინათლა და თავი შესწირა. ეს ტაძარი ცოტა რთული არქიტექტურული გადაწყვეტილებით არის აშენებული. აი ხედავთ, რომ აი აქ არის კლდე. ეს ტაძარი არის კლდეზე მიშენებული და დატანებული არის კიდე ეს დარჩენილი კლდე და აი ეს ადგილი კიდე არის ზუსტად ის ადგილი, სადაც აბოთბილელის სხეული დაწვეს და აგებული არის უქვით, როგორც კედლები, ისე სახურავი. არაფერი არ იყო, აქ იყო მიწა, დაყრილი მიწა და იყო ხეები ამოსული. და უწმინდესი მოგზანდებოდა ხოლმე და იხდიდა პარაკლისს აქ. და მე დაიბადა ასეთი აზრი, რომ აქ აშენებული იყო ტაძარი და მამა ბესარიონი მენაბდეს ხელმძღვანელობით და მისი ტაძრის რევლის და არქიტექტორების ჯგუფის ხელმძღვანელობით აქ დაიწყეს ტაძრის შენებლობა. აბოთბილელი აწამეს 42 სებასტიელ მოწამეთა ტაძრის კარიბჭეში, შემდეგ ურმით მისი წმინდა სხეული გადმოიტანეს და აი აქ არსებულ სადილეგოში, ანუ გამოქვაბულში დაწვეს მისი გვამი და ძვლები ჩაყარეს მტკვარში. ეს ყველაფერი მიწით იყო დაფარული. ეს მიწით დაფარვა გამოიწვია აი ამ დიდი ხიდის მშენებლობამ 50-იან წლებში და ხიდსა და აი ამ აქ კლდეს შორის დარჩენილი სივრცე მიწით ამოავსეს და ხეები დარგეს. ჩემი ყურადღება მიიქცია აი ამ პატარა აგურის ნანგრევმა. მაგრამ როდესაც განმაცხადი ამის შესახებ, არავინ არ იჯერებდა ამას, რომ ეს შეიძლებოდა ტაძრის ნაწილი ყოფილიყო, უბრალოდ ნიშის. სწავლობდი სასულიერო აკადემიაში და ჩვენი სასულიერო აკადემიის წინ არის თქვენი თვით ქარვასლა, მუზეუმი და ერთხელაც აი ამ ქარვასლაში გამოფენა იყო, სადაც იყო მაკეტი აი ამ ტერიტორიის, ანუ მეტეხის ტაძრის, ძველი ციხის და აი ამ მაკეტს თავისი მასშტაბიც ეწერა და აი ამ მაკეტის კლდოვან ნაწილზე იყო გამოსახული აბოს ნიში. რადგანაც მასშტაბი ცნობილი იყო, გადავზომე, შემდეგ ეს შევადარე ტოპოგრაფიულ გეგმას და ზუსტად აღმოჩნდა, რომ ეს წერტილი ზუსტად ემთხვეოდა მოცემულ აბოს ნიშს.
ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ 1994 წლის გიორგობას წმინდა ნიკოლოზში წირვის შემდეგ მე ნიკოლოზ დადიანი ჩვენი ტაძრის გავლობელი დღეს უკვე მამა ნიკოლოზ ბურდილაძე მაშინ ჩვენი მედავითნე იყო და დღეს უკვე მამა მიქაელ არეშიძე მაშინ ისიც ჩვენი მედავითნე იყო წამოვედით აქ და დავიწყეთ 9 ეხლა 94 წელია ჩვენთვის არავის არ ეცალა ეს სამოქალაქო ომის შემდგომი პერიოდი და მაშინვე სულ და 9 საათში მივხვდით რომ როგორც კი აქ მიწა მოვაცილეთ აი ეს დავინახეთ აი ეს ბაზა ყოფილი სვეტისა და მივხვდით რომ ჩვენ ზუსტად აბუთვილელის ნიშთან მოვედით რამდენიმე ნაძვის მოჭრა მოგვიწია გავაგზავნეთ შემდეგ ეს 94 წელია მოგეხსენებათ ფერისვალების ზედათა მონასტერში შეშად და იქ რომ გაჭირეს ნახეს ეს ჯვარი გამოგიგზავნეს უკან აი ეს ჯვარი რომელიც გამოსახულია გახდა შემდეგ მიზეზი იმისა რომ ტაძრის პროექტს არ გიმტკიცებდნენ მაგრამ ამ ჯვარმა ისე იმოქმედა საბჭოს წევრებზე რომ ეს პროექტი დაამტკიცეს გადაწყვიტა რომ ტაძარი აგვეშენებინა დაახლოებით იმ პერიოდისა რომელშიც აბუთვილელი ეწამა ეს არის მერვე საუკუნე ამ დიდი ღვაწლი დასდო ამ საქმეს ქეთევან აბაშიძემ და აი შედგა პროექტი ჩვენ მოვიპოვეთ უამრავი მასალა რომ თურმე ეს ნიში გვიანდელია ნიშის ნამდვილი ძველი იყოს ქვემოთ სადაც ახლა ჩვენ ვდგავართ გავაგრძელეთ 9 იქ აღარ გავჩერდით აი აქვე აღმოჩნდა ასევე კიდევ ნიში სხვათაშორის ძალიან საინტერესოა რომ აბუთვილელმა მერვე საუკუნეში ეს ხიდი განამზადა წინასწარ რითვის 5 საუკუნის შემდეგ მე-13 საუკუნეში ამ ხიდზე ეწამა 100,000 მოწამე. აი რაღაცა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ხიდს და ამიტომ იქ პატრიარქის კურთხევით ავაშენეთ პატარა აი სწორედ იმ რა ნაგებობა რა რისი კვალიც დაგვდა აი ესეთი ამ ტიპის ტაძარი მეგობრებსაც ახლა თქვენ ხედავთ აუცილებლად მინდა მოსაგონარი რეზო ჯანაშიაში და ძალიან დიდი ღვაწლი დადო რეზომ საეკლესიო არქიტექტურას როგორც ამ ტაძრის შენელება ერთ-ერთი პირველი იყო ეს და შემდეგ აი მეორმეო სასებასტიელთა მოწამეთ და ეკლესია მისი დაპროექტებულია შემდეგ ზემოთ დავით წინასწარმეტყველის ტაძარი ვეტეხის ხიდზე გადმოკიდებული ესეც მისი და აქედან დაიწყო რეზომ გაშალა ფრთები ესე თქვა და 600-მდე ტაძარი აქვს დაპროექტებული და აშენებული. თქვენ ახლა ხედავთ აი წითელ ქვას რომელზეც გეხართ. ეს წითელი ქვაც მოტანილი იყო და აი აბუთვილელის შესასვლელში იყო დაბრძანებული. აი ხა დაემთხვა რომ წვიმა და სისხლივით წითელი ყოველ შემთხვევაში არ დაუკარგეთ აი შემოსასვლელში ეს ქვაც დავაბრძანეთ. ხიდიდან ჩანს მოზაიკა ავტორია ბატონი ამირან ბაკურაძე ხიდიდან აბუთვილელი ჩანს მთლიანად მაგრამ თავი არ ჩანს თქვენ ხიდზე ვერ იპოვით წერტილს საიდან აბუთვილელის თავი ჩანს ტანი ჩანს აბოს ხო თავი მოკვეთეს და მე ჩავთვალეთ რომ როგორ ჩანს ერთმა ესე ინება იმიტომ რომ ხიდზე გამვლელი ინტერესდება რომ რა ხდება იქ როცა არ ჩანს ჩამოდის და მიახლება აბუთვილელის გამოსახულებას აბუთვილელის ცხოვრებაში აღნიშნულია რომ როდესაც მისი წმინდა სხეული გადმოაბრძანეს და დაწვეს მოტყინარე ვარსკვლავი გარდამოვიდა ესე იგი წამების ადგილიდან
და დაადგრა მისი დაწვის ადგილს. და ამირამ გამოგზავნა ჯარისკაცები, იფიქრა რომ აქ მოვიდნენ ქრისტიანები და სანთლები დაანთეს. როცა მოდიოდნენ ჯარისკაცები, ეს ვარსკვლავი ადიოდა ზეცად, როცა მიდიოდნენ ბრუნდებოდა. ამიტომაც შევქმნით ჩვენ აქ ტაძრის წინ ნიში, სადაც გამოსახულია ეს ჯვარი, სწორედ ნიშნად იმ მოტყინარე ვარსკვლავისა. პატრიარქის სიხარულს საზღვარი არ ქონდა, როცა მოვიდა პირველად ნახა ეს ტაძარი, შემდეგ წლების შემდეგ ის ტაძარი ღმერთს მადლობას წირავდა. ის რომ აბოთვილელის წამების და მისი დაწვის ადგილზე დღეს ტაძრებია აგებული და აქ ღვთისმსახურება მიმდინარეობს და აბო აი ამ ხიდით, რომელიც აკავშირებდა ამ ორ ტაძარს, სულიერ ზღუდეთ იქცა ჩვენი დედაქალაქი და ამიტომ იქ მფარველიც არის. მე მინდა რომ აი ამ ტაძრებში აღვლენილი ლოცვით, აქაც და იქაც მონასტრებია უკვე, ლოცვით ღმერთმა გაიცვას და დაიფაროს ჩვენი ქვეყანა ხილული და უხილავი მტერისაგან. მინდა მიულოცო ჩვენს პატრიარქს, ძალიან ხარში გვედგა ამ ტაძრების მშენებლობისას. დიდი სიხარული შემოდიოდა მაშინ, როცა მოდიოდა მშენებლობისას, პროექტების განხილვისას. მინდა მიულოცე უწმინდესობას, უსურვო დიდხანს სიცოცხლე და კიდევ ბევრი ასეთი ისტორიული ტაძრები აღდგენილი იყოს საქართველოში. ყველა მართლმადიდებელს დიდი სიყვარულით კიდევ ერთხელ ვილოცავთ წმინდა აბოთფილელის ხსენების დღეს. ამით დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემა. სოფიო კუჭავა და გეგი ნემსიწვერიძე უძღვებოდით გადაცემა თქვენთვის. მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას. წარმატებულ დღეს გისურვებთ და მადლობას გადაგიხდით ყურადღებისთვის. ნახვამდის.